სენაკის რადიო. მესიზმრება, ჩემი ბავშვობის დროინდელი ეპიზოდები მახსენდება, ის კორომები, ის ტყე, 1000-წლოვანი ხეები იყო იქ შემოგარენში წარმოიდგინე. ტყურგილე ეგრეთ წოდებული ჩვენებული. რაც ძალიან ლამაზი მოგონება მაქვს იმ სახკართან და იმ სოფელთან დაკავშირებით. ბებია და ბაბუაჩემის სახლი, რომელიც მდებარეობს ხობის რაიონში, სოფელ ძველხიგულაში, ეს სახლი მდებარეობდა ნარაზინისა და ხიბულის გასაყარზე. საკმაოდ რომანტიკულ ადგილას, შემაღლებულ ბორცვზე ორი მდინარის შუა. სახლი იყო შემორტყმული კორომებით. წინა და უკანა მხარეს რცხილების კორომები იყო თითქმის. ოჯახი ძალიან შეძლებულიც იყო. ყავდა 6 ქალიშვილი. ბიჭი არ ყავდა ბაბუაჩემს. გადათხოდნენ ეს ქალიშვილები და ბებია და ბაბუა და ერთი დეიდა დარჩნენ მარტო. ხო და წლების განმავლობაში ესენი ახლა რო გარდაიცვალნენ, უდეო დარჩენილ ოჯახს გაუჭირდა გაგრძელება შემდგომი ცხოვრების. შვილიშვილები კი აკითხავდნენ, იყვნენ, უვლიდნენ ბებია და ბაბუას გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ ხო იცით, ძნელია, როცა მუდმივად არ ცხოვრობს არავინ და საქმეს ართულებდა ისიც, რომ მათ არ ყავდათ მეზობელი, ახლო მეზობელი. ბებია და ბაბუა ამის გამო ცოტა განმარტოებით რო ცხოვრობდნენ, იმის გამო მაგათ როგორ გითხრა რა, საკუთარი სოციალური პირობები შეიქმნეს. გზა თითქმის თვითონ გაიყვანეს, იმიტომ რომ სახელმწიფო ახლა ნაკლებად აქცევდა ამას ყურადღებას სამწუხაროდ. იძულებული გახდა ჩვენი სამომავლები, ასე რომ ვთქვათ, რო ყოფილიყო დახმარება გარკვეული სახელმწიფოდან, უპირველესად გზის მოწესრიგებას ჰქონოდა ადგილი, უფრო მეტი მიხედვა იქნებოდა, ასე რომ ვთქვათ, შვილიშვილების მხრიდან. სენაკის სათემო რადიო. ამბები შენთვის. ქალაქში ცხოვრება უფრო მოწონთ. სირთულეებს ერიდებიან სოფლის ცხოვრების სირთულეებს. ძირითადად ამით არის ეს ალბათ გამოწვეული. თუ არა, ახლა მეორე ტენდენციაც არის. ბევრი უბრუნდება სოფელს. ადრე რო არ უცხოვრია, წინაპრების ოჯახებს და ბებია-ბაბუების ოჯახებს უბრუნდებიან. ყოველ შემთხვევაში
გარკვეული პერიოდულად ზაფხულის პერიოდში მაინც ღმერთმა ქნას რომ უფალს ვეხვეწები რომ ისე შემოწიალდეს ყველაფერი რომ იქ ცხოვრება ისევ გაგრძელდეს საქართველოში სოფლები ოდითგანვე ძლიერები იყო და ოჯახები ძლიერი იყო ბუნებრივია სენაკის სათემო რადიო ამბები შენთვის რაც მახსენდება თბილი ყველაფერი უკავშირდება ჩემს სოფელს. მოკლედ იყო დრო ცხოვრება ჩქეფდა ისეთ ადგილას ცხოვრობდით მაღლობია და რამოდენიმე ოჯახი იყო ამ მაღლობზე და რომ ავდიოდი მაღლობზე და მოსახლეობა რო იწყებოდა ხან ჟრიამული ხან ბავშვების თამაში ხან ასე ხან ისე და ეხა ისე მოხდა რომ თითქმის სახლები დაცარიელდა. მიდიდან უკუნეთი სიჩუმე, აი ნამდვილად გარეთ ეზოშიც ადამიანს რო ვერ დაინახა, რაღაც წარმოიდგინე, ამხილა სევდის მომგვრელია და არის სიცოცხლე არ ჩქეფს იმდენად, ისეთი მხიარ ახალგაზრდობა არ არის, ვისაც შეეძლო გასვლა, დატოვეს სოფელი, ზოგმა სოციალური მდგომარეობის გამო სოფელი ახალგაზრდობას ეხლა იმდენად არ იზიდავს. და აი რამდენი გამოკეტილი სახლია, მაგრამ ერთი სახლი არის აი იმდენად სევდის მომგვრელი, როცა ვიხსენ ხოლმე ცრემლებით მევსება თვალები. სენაკის სათემო რადიო ამბები შენთვის პატარა გოგო რო ვიყავი, ჩვენთან არის ჩაის პლანტაციები, უფრო სწორად იყო პლანტაციები და ქალები რო წავიდოდნენ, ჩაის საკრიფად რო წავიდოდნენ და შუა დღეზე შესვენებაზე რო წავიდოდნენ, ამ ოჯახში იკრიბებოდნენ და იყო სულ ჟრიამული მხიარულება, საუბრები, სიცილი, კისკისი. და აი ხა ამ სახლს რა მოუვიდა. ეს სახლი არის ჩანგრეული, გავერანებული. მოხდა ისე რომ ქალბატონი ვინც ცხოვრობდა, ვაჟიშვილი ყავდა, წავიდა იმ პერიოდში თითქმის ყველა რუსეთში გაედინებოდა, რომ რაღაცა უკმამური ეშოვა და იქიდან ყვებავდნენ ოჯახს და მოუწია დარჩენა საკმაოდ, როგორც იციან ხოლმე მიდიან და მერე რო რჩებიან. და საცოდავი დედა დარდს გადაყვა. აი სულ იმის ფიქრში იყო, აი როგორია დედისთვის ვაჟიშვილი წასულია და მონათრებაში სულ იმის დარდში ერთ დღეს გარდაიცვალა და სამწუხაროდ დასატირებულადაც ვერ მოახერხვა ბიჭმა ჩამოსვლა. რამოდენიმე წლის შემდეგ თვითონ ეს ბიჭიც დაიღუპა და ეს სახლი დგას კი არა, აღარ დგას უკვე. ჩაინგრა, გავერანდა. და რაღაცნაირი ისეთი სევდის მომგვრელია, როგორია სიცოცხლე დურს ჩქევს და ნათელი ფერებია და მიდიხარ და ეხლა უკვე აღარ არსებობს. საერთოდ აღარ არსებობს, მაგრამ
ისე ნამდვილად ყოველი მეორე ოჯახი ან ერთი ადამიანი ცხოვრობს ოჯახში, ან საერთოდ არ ცხოვრობს. სენაკი სათემო რადიო. ამბები შენთვის. რამენანება, რაც მახსოვს იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები, ვისაც მართლა ნამდვილად სოფელში არ უცხოვრიან, იმათ ბევრი რაღაცა დაკარგეს. ურთიერთობებში, ზოგადად, ცხოვრებისეულად, იმდენად მდიდარი არ არიან ტკბილი მოგონებებით, როგორც სოფლის ბავშვები და სოფელში. ჩემი სოფელი ასოცირდება სითბოსთან, სიყვარულთან, გულწრფელობასთან. იმდენად მავსებს დღემდე რომ ავსებს და იმ მოგონებებით რომ ვითბობ სულს დღესაც. გამომდინარე იქიდან რომ ვიხსენებ და ჩემ შვილებთან რომ საუბრობ, ის მენანება რომ ჩემმა შვილებმა ბევრი რაღაცა დაკარგეს, რომ არ ეციან სოფლის სითბო. ყველა ადამიანში არის ის მოხდი, რომ განვითარდეს და რაღაცა უკეთესისკენ წავიდეს. სოფელში ამის საშუალება არ არის. ყველანაირად შეგოჭირია სოფლის მოსახლეობა და ამიტომ ყველა მშობელი ცდილობს, რომ თავის შვილს უკეთესი მომავალი მისცეს, უკეთესი გზა ანახოს, უკეთესად განვითარდეს, უკეთესად იცხოვროს, მიუხედავად იმისა, რომ ამით მშობელი შეიძლება ახლა შვილს რო სადღაც უშვებდი, რამხელა ტკივილია ყოველი შენი შვილი შენთან გინდა იყოს, მაგრამ არ იძლევა სოფელი ამის საშუალებას. ეხლა წლების უკან რო ვბრუნდები ჩემს ბავშვობაში, ყველაფერი განვითარდა, მაგრამ სოფლის ცხოვრება უკან წავიდა. ახლა ჩემი გადმოსახედიდან. თუ არ იცხოვრე, საიდან უნდა მიიღო, თუ არ იცხოვრე, როგორ უნდა შეგიყვარდეს იქაური ცხოვრება. პანდემიის მერე ვაკვირდები. ახლა რამდენი ვიცი, სოფელში მიწის შეძენა მოინდომათ, რომ შეიძინა ისეთიც ვიცი, ალბათ სამომავლოდ რომ ხედავენ სხვა გზა არ არის. ერთდროს მეც მეიმედება და მჯერა, რომ ერთდროს ის ისევ გაივსება. ჩვენ თუ არ გადავეცით ის სიტყვის სიყვარული და ჩვენ თუ არ გაუზიარეთ, მშობელს დიდი მნიშვნელობა აქვს. სენაკი სათემო რადიო. ამბები შენთვის. ჩემს დროს ბავშვობაში იყო მეჩაიეობა. იყო ჩაის პლანტაციები და ჩქეფდა სოფელი ასე თუ ისე იმითი არსებობდა. მერე წამოვიდა თხილი, გაჩეხეს ეს. მაგრამ მაინც ეგ აღარ არის საკმარისი.
ამიტომ რაღაცა ისეთი, რომ ხელშეწყობა, რომ რაღაცა ადამიანმა იქვე მოახერხოს რაღაცის შექმნა. ერთმა მეზობელმა სოფელში იმას აკნა ფერმა, მეცხოველეობის ფერმა ხელშეწყობით რომელიღაც სახელმწიფო პროგრამი. ეს ერთმა გააკეთა და ერთი-ორი საქმე ხო სიტყვაზე. ისეთი რამოდენიმე რო იყოს, თან ნატურალური პროდუქტიც გამოვა, თან ადამიანების დასაქმდებიან, თან უფრო სხვანაირი განწყობა შეიქმნება, ხო? თვითონ ურთიერთობებშიც. თან მაინც მომყვებოდი რაღაც გამიშვი ცხადად მყავდი და ახლა მხოლოდ სიზ მარში ხედა ჩემო ბინულო მონატრებას ნუ ღარ დამიშვი დამებკურება შენი წყალი ოდეს მენედა ჩემო ბინულო მონატრებას ნუ ღარ დამიშვი დამებკურება შენი წყალი ოდეს მენედა